მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პალიტრა ნიუს, ეს კი გადაცემა მკურნალია, მე მისი წამყვანი ანესთეზიოლოგი ქეთევან არაბიძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან სენსიტიურ თემაზე, როგორიც არის ორსულობა. ჩვენ არასოდეს არ გვიყვარს, როდესაც ორსულს ვხედავთ პაციენტის ამპლუაში, მაგრამ ექიმებიც იმიტომ ვართ, რომ უმკურნალოთ შემდეგ და დავეხმაროთ ამ ორსულებს. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ბატონი არსენ გვენეტაძე, რომელიც არის ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი და თავად გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგესალმებით ბატონო არსენ, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენთან და რა თქმა უნდა პირველი კითხვით გადმოვალ რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რა არის პრეეკლამპსია, იმიტომ რომ დღეს ჩვენ პრეეკლამპსიაზე ვისაუბრებთ და ორი სიტყვით რომ უთხრათ რა არის პრეეკლამპსია. სალამი ბედნიერებისა თქვენ და ჩვენს მაყურებლებს პირველ რიგში ვიტყვი რომ ბევრი წლის უკან მიმყავდა გადაცემა მკურნალი, მის შემდეგ სხვადასხვა წამყვანები იყვნენ ანესთეზიოლოგი პროფესიით, როგორც თქვენ მზადდებით, თან არაბიძე მე თანაკლასელი მყავდა, ესეთი ასე ვთქვათ, აღარ ვიტყვი სხვა შოუმენებზე. ეს ჩემთვის სასიამოვნოც არის და საინტერესოც, რადგანაც რეანიმაცია ანესთეზიის მოქმედი ექიმი სულ სხვა რაკურსით ხედავს ცხოვრებაზე მაქვს საუბარი და არა მარტო ვთქვათ პაციენტებზე, ოპერაციებზე თუ სარეანიმაციო ქმედებაზე. და ამიტომ სწორედ უფრო მეტ სიამოვნებას განვიცდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ პრობლემაზე, რომელსაც ქვია პრეეკლამპსია. ანუ პრობლემა ორსული ქალის, მხოლოდ თქვენ როდესაც ახსენეთ პაციენტი ორსული, ეს ჩემთვის და მინდა ტელემაყურებლებმაც კარგად, ასე ვთქვათ, მიინიშნონ, რომ აქ საუბარი იყო არა ორსულობის გამო მოსული როგორც პაციენტი, არამედ დამატებით რაიმე გართულების ან რთული მდგომარეობის დაავადების გამო. ორსულობის პერიოდში ბუნებრივია ბევრი რამ უფრო მეტად საყურადღებოა. მე არ ვარ, აი თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი შემხვდა გარეთ და თქვა რომ სულ პოზიტივზე როგორ ხართო. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ვთქვათ პრობლემას უხმარობ სიტყვად, გამოწვევებს ვეძახი მას, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ, რომელიც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში, მე როგორც კი მოგადატანის თუ ორსულს თუ სხვას, ასე ვთქვათ, წარმოუჩინდება, ეს არის დღეს 21 საუკუნეში სრულიად და ნათლად მოვლადი. თქვენ გაცაგებია გაცილებით უფრო დავარქვათ ასე ახალი ადამიანის ამ საუკუნის ხართ, თუმცა ახალ ადამიანს ჩემს ერთ-ერთ წიგნში, რომელიც სხვა ენებზე ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, რომში წარმოადგინე, ბერლინში წარმოადგინე ახალი ადამიანი, თანამედროვე ადამიანი, მას ასაკი არ აქვს. რა კავშირი აქვს ამას პრეეკლამპსიასთან? ეხლა რასაც ვიტყვი ძვირფასო ტელემაყურებლებო და ქალბატონო კეთევან, ეს იქნება პრეეკლამპსიის როგორც მხოლოდ ორსულთა გამოწვევაა ეს, ორსულთა დიაგნოზი, არა ორსულ ქალს პრეეკლამპსია არ ემართება, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ მაყურებელთან სასაუბროთ, ის სხვადასხვა ასე ვთქვათ გართულებათა პოლიორგანული დიახ, მადლობა, პოლიორგანული პრობლემაა, დაწყებული თირკმელები თუ ფილტვები თუ სხვა და რა თქმა უნდა სხვა ქსოვილოვანი ორგანოები საერთო ჯამში პრობლემა, რომელიც იმდენად სერიოზულია, რომ ყოველ 7 წუთში, აი ახლა ჩვენ დაახლოებით 3-4 წუთია მე და თქვენ საუბრობ, შეიძლება ცოტა მეტი, 7 წუთში ერთი ორსული დედამიწაზე სადღაც დაიღუპება, ამით გარდაიცვლება, ხოლო ყოველ 1 წუთში ერთი მუცლად ყოფნის პერიოდში უკვე
დიდი ასაკის ნაყოფი და არა დასაწყისის თქვათ ერთი ან ორი თვის. აქ საუბარია უკვე რამოდენიმე 20 კვირის ზემოთ, 24 კვირის ზემოთ უმეტესწილად, პლუს მინუს რა თქმა უნდა. ნახეთ და ეს პრობლემა საბედნიეროდ ეს პრობლემა ჩვენისთანა ტიპის ქვეყნებში, სადაც მედიცინა უკეთესად არის ვიდრე მესამე რიგის ქვეყნებში კი გეთანხმებით აბსოლუტურად. იქ სადაც ვთქვათ აფრიკაში, პაპუა-ახალგვინეაში, სადაც ბევრი მიმოგზაურია და მინახავს თუნდაც ნეპალში ამას წინათ და სხვა. ნახეთ ჩვენთან გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა სანამ მე ისტორიას მოვყვებოდე, როგორ დავნერგეთ პანდემიის პერიოდში ჩვენ კლინიკაში და ამის ინიციატივა იყო პირადად ჩემი, მანამდე გეტყვით, რომ სურათი დიდი რომ წარმოვიდგინოთ, დღეს მქონდა სწორედ ეს ისე დაემთხვა მიმოწერა, ერთ-ერთი ჩემი დოქტორანტის სტატია იყო გაგზავნილი გვაქვს საერთაშორისო ჟურნალში და თქვენ როგორც ექიმს, რომელიც მრავალ ქვეყანაში, მათ შორის მრავალი წელი ისრაელშიც მუშაობდით, გესმით ამ ასეთი ტიპის სამეცნიერო პრაქტიკული, ეს არ არის მხოლოდ მეცნიერება, ეს არ არის მხოლოდ პრაქტიკა. პრეეკლამპსიაზე იმოდენა მასალა დაგვიგროვდა ჩვენი სტატია და ამ სტატიის მიხედვით 5 წელიწადში 800-ზე მეტი შობი არის ისტორია 8000-ზე, ბოდიში 8092 როგორც მაჩვენეთ, კი. იმიტომ რომ ანესთეზიოლოგზე თვალი უნდა ჰქონდეს, როგორც ქირურგს. 8092 ორსულში პრეეკლამპსიის პრობლემის გამო 500-ზე მეტი, 527 იყო ნაყოფი დაიღუპა 217, ანუ 200-ზე მეტი ჰისტერექტომია დასჭირდა ამ ქალებს, ანუ დედობისთვის შემდეგში საშვილოსნოს უკვე არ ქონა. ნუ დედობას დღეს უკვე თანამედროვე კი, მაგრამ მაინც ეს რიგი პრობლემებია შემდეგ ასეთ პაციენტები ყოლე ეს კიდე ცალკე თემა, მაგრამ ანუ რამდენად რთულია და რამოდენიმე დიდი სიკვდილიანობაც იყო. ეს იმ ჯგუფში, სადაც არ იყო პრეეკლამპსიის ტესტის გამოყენება და მონიტორინგის შესაბამისი. შესაძლებლად ჩვენი კლინიკის მასალა, რომელშიც ჩვენს კლინიკაში ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკაში 2020 წელს პირველი პანდემიის დროს, ანუ პანდემიის დროს დაინერგა, ხო? და რატომ გეტყვით ახლა ამას? ნახეთ, აქ არის პრეეკლამპსია და მეორე მხარეს ფერიტინის საკითხი. ფერიტინი, რომელიც დღეს ამას აუცილებლად ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას, რომელიც დღეს მოთხოვნადი გახდა, არა მხოლოდ ქალებში, იქსაც რკინა კარგია, ჰემოგლობინი კარგია, ფერიტინის დაბალი მაჩვენებელი იწვევს უამრავ პრობლემას, როგორც ქალებში, ასევე კაცებში, მოზარდებში და კიდევ უფრო უარესი შობიარების შემდგომი დეპრესიის განვითარების თითქმის 62%-ში მიზეზია. მაგრამ ახლა დაუბრუნდები პრეისტორიას. პანდემიის დროს, რადგან ჩვენ ცოტა კიდევ უფრო მეტი გვაქვს დრო, ვიდრე სტანდარტულად, როდესაც ტელეგრაფიულად საუბრობ, ახლა ძალიან ისეთ რეალურ ისტორიას მოგიყვებით. პირველი პერიოდია პანდემიის, მე არ ვიცი თქვენ რომელ ქვეყანაში მუშაობდით მაგ დროს, მე საქართველოში ვარ. და ყველა კლინიკა აცხადებს, რომ დაწესებული ცხოვრების ყოველდღიური რიტმი ჩაიკეტა, ტელევიზიებიც კი ინტერვიუებს ონლაინირებენ. დიახ, სამწუხარო სიტყვა საერთოდ არ საბედნიეროდ გადატანილი გვაქვს. და დღეს აქ ვზივართ ჩვენ. მათ შორის მეც მქონდა ეს რა ქვიან კოვიდი ერთ-ერთ ტალღაზე. და ნახეთ, ვზივართ და უკვე კლინიკებმაც დაიწყეს ჩვენი ტიპის რეპროდუქციულმა კლინიკებმა Facebook-ზე დადება, ჩვენ დავხურეთ მუშაობა, არ მუშაობთ. ჩემი ვაჟი ლუკა გვენეტაძე მეკითხება, დღეს ის ჩვენი კლინიკის ფინანსური დირექტორია, მაშინ არ მუშაობდა ჩვენთან, გაცილებით მაწვილი იყო და მეუბნება, რომ ჩვენ რატომ არ ვხურავთ მამა კლინიკას. სანამ მე პასუხს მივცემდი, თვითონვე დაამატა. შენ ეხლაო იტყვიო, რომ მე რაში მაინტერესებს, სხვები რას აკეთებენ. თან ეს უჭირავს, რომ მამა ეს დაიხურა, ეს დაიხურა. დიახ, მე ვთხარი, კარგი სწორი პასუხია. მე
მოქმედებ კანონის მიხედვით. სამინისტრომ მაშინ მოგცა უფლება სამედიცინო დაწესებულებებს შეუძლიათ იმუშაონ გარკვეული ინტერვალის დაცვით, გარეთ კლინიკასთან იცდიდა პაციენტი, რომ შიგნით არ ყოფილიყო, გახსოვთ ეს ყველაფერი და 12 საათიდან ვიღებდით ესე ვთქვათ შედარებით უფრო ხალვათად და ამ პერიოდში შედარებით ცოტა მეტი დრო გამომიჩნდა გუნდთან სამუშაოდ და მეც არც ვაციე და არც ვაცხელე როგორც იტყვიან ვთქვი რომ მოვიძიე პრობლემები და ორ პრობლემაზე ვიმუშავებთ. მივეცი ჩემს თანამშრომლებს ცალ-ცალკე ერთი ფერიტინთან დაკავშირებით გაიდლაინი, მეორე პრეეკლამპსიის ტესტთან გაიდლაინი. ვიმუშავეთ ამ პერიოდში, გავარჩიეთ ყველა დეტალები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ფერიტინისათვის გასაკეთებელი რეაქტივები საქართველოში ჯერ არ იყო შემონატანი. დღეს ახლა ეს უკვე ფართოდაა გავრცელებული. მე-6 წელია. და ჩემ ლაბორატორიის ხელმძღვანელის პროფესორ რუსუდან გვენტაძეს ვთხოვე, მან მოიძია, შემოიტანა ჩვენი თხოვნით კომპანიამ და დავიწყეთ ამის გაკეთება და დიდი დეფიციტი აღმოჩნდა. პარალელურად ასევე პრეეკლამპსიის ტესტის ორმა ჩემმა თანამშრომელმა გაიარა ონლაინ სერტიფიცირება, როგორც ეხოსკოპისტებმა, იქ დოპლერული კვლევა ჭირდება საშვილოსნოს და სხვა. მოკლედ, რეაქტივებით შემოვიტანეთ და დავნერგეთ ეს სისტემა. იმ ორ თვეში, როდესაც პანდემიის 22 აპრილიდან 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით. 22 მარტი, 22 აპრილი, მაისი, ხო? ორი თვე, როცა ეს ლოკდაუნი იყო. გამოანგარიშებული მაქვს დიდი ბანერი გავაკეთე მე. 194 ორსულობა მივიღეთ იმ პერიოდში. და კიდე 3 ტყუპი იყო, შესაბამისად 197 ნაყოფის გაჩენას ჩავა. ჩვენ რომ იმ პერიოდში შეგვეწყოთ ამ მუშაობა, ის ბავშვები ვერასოდეს გაჩნდებოდნენ სხვები, მაგრამ იმ პერიოდში ვერა. აქედან მინდა ვთქვა, რომ კარგად და სწორად მორგებული კანონზე და მე ვუთხარი ჩემ ვაჟას და ჩემ თანამშრომლებსაც. ეხლა არის საუკეთესო პერიოდი. ადამიანებს სამსახურებში ვეღარ დადიან, დრო გამოუთავისუფლდათ და შვენივრად შეუძლიათ მოვიდნენ და ექიმის სერვისით ისარგებლონ და თავის სხეულს დაუთმონ დრო. რა მოიტანა ამან? დიახ. აი ტესტმა ზუსტად, აი ტესტზე უფრო მინდა რომ გაამახვილოთ ყურადღება. ნახეთ რა მოიტანა ამან. ამან მოიტანა შემდეგი რამ, რომ ჩვენი მასალა, რომელიც საპირწონეთ იმ სამშობიაროს მასალებისა, სადაც როგორც გითხარით 8000-ზე მეტიო, 8092. ხოჭა. აღმოფრთოვანეთ, მადლობა. 892-დან 500-ზე მეტი ნაყოფი დაიღუპა, 200-ზე მეტმა საშვილოსნო დაკარგა და სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე გაიარა და ორიოდე დედა გარდაიცვალა. კიდეც ამის საპირწონეთ ჩვენს იმ ჯგუფში, რომლებსაც ვუკეთებდით და ვუკეთებთ დღესაც პრეეკლამპსიის ტესტს, როგორც კი ის მაღალი აღმოჩნდება, ერთი აბით დღეში ერთხელ 62%-ით ამცირებს პრეეკლამპსიის განვითარების რისკს. პლუს, ნახეთ, და შესაბამისად ეს მაჩვენებელი ნაყოფის დაღუპვის თუ ჰისტერექტომიის თითებზე ჩამოსათვლილიც კი არ არის აი ამ ჯგუფში. ეხლა მარტივია, ახსნა არის ლოგიკურად მარტივი. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჰისტერექტომიაც არ სჭირდება. შენ როდესაც პაციენტს ასწავლი ამ კულტურას, რომ მას როცა არაფერი არ აწუხებს, წნევაც უნდა იზომოს, თუ მაღალი რისკი აქვს უმეტეს, წამალს აძლევ დრო და დრო, აკონტროლებ მონაცემებს, პაციენტი მაშინ მიდის ექიმთან, სანამ ჯერ მისი დაავადება გაფურჩქმის სტადიაში არ არის. და კურნალობაც და ჩარევაც და თუ საჭიროა ვადაზე ადრე ნაყოფის ამოყვანაც გაცილებით უფრო დავარქვათ ასე მოქნილ დროში ხდება. და მზაობაც მეტია უკვე საუბარ, როდესაც ნაყოფის მომზადება ხდება, დედის მომზადება ხდება, დღეს 600 უკვე გრამიან თქვენ შესწავლილი ყავთ ეს ორსული. და რაც თავია ორსული თვითონ არის გაცნობიერებული და უკვე იცის შესაძლო რისკები და ამით საკუთარი თავისა და საკუთარი მომავალი შვილის ჯანმრთელობას გაცილებით უკეთ უვლის. ზრუნვა სიყვარულია, სიყვარული და ზრუნვა ბედნიერება, ეს ყველაფერი დგას კარგად
მიცემულ, კარგად გაცნობიერებულ ინფორმაციას. მე მინდა თქვენი სიტყვები თქვათ, აი წეღან რაც გითხარით, სანამ შემოვიდოდით, აი მომაწოდეთ კიდეც ის სიტყვები წარმოთქვათ. სიცოცხლე გახდა ბედნიერება, როცა ვისწავლე მისი ფერება. ნახეთ, აი ამას მე ბრინჯაოს წიგნი უძღვენი, ხედავთ ხო ამ ეხლა ეკრანზე არ ვიცი გამოჩნდება თუ არა, თუმცა მეორე მხარეს მას აქვს, ნახეთ, ეიფელის კოშკი და ჩემი ერთ-ერთი ძეგლი ბედნიერების ჩახუტება, ჩემს მიერ დადგმულმა არტ კომპოზიციებმა ხუთივე კონტინენტზე ნიუ-იორკიდან ავსტრალიის ჩათვლით, ბოლო ეს პარიზში იყო. ძალიან სასიამოვნოა. ეიფელის კოშკის სიმაღლეს გადააჭამა. რა კავშირი აქვს ამას, ანუ ორსულებთან, ან რა კავშირი აქვს ამას პრეეკლამპსიასთან? გეტყვით ბატონებო. პრეეკლამპსია ახალი სიცოცხლის მოვლენების დროს ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა, რომელიც თავიდან უნდა ავაცილოთ პაციენტს. სიცოცხლის მოვლინება ოჯახისათვის და წყვილისათვის არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიზნებს შორის. ახალი სიცოცხლის შექმნა. დღეს რო დავითვალეთ სხვათა შორის, დღეს ოთხშაბათია და დავითვალეთ 8666 ორსულობა იყო, პლუს მინუს დასაშვები 5% ცდომილება 2009 წლიდან. და თქვენ თვის ალბათ იოლი წარმოსადგენია, რომ 8600 ორზე გაამრავლო მშობლები, მერებებია ბაბუები, რამდენი ადამიანი გაბედნიერდა და ხელოვნურმა ჩვენ მიერ გაჩენილი ნაყოფების საერთო სიმაღლე დიდი ხანია ევერესტს გადააჭარბა ყველაზე მაღალ მთას, მაგრამ უფრო მეტიც ხელოვნურ ინტელექტს მივეცი ინფორმაცია და დავათვლევინე და მან მითხრა თითო ნაბიჯი რომ გადადგას იმ 75 სანტიმეტრზე დათვალა ნაბიჯი. მშობელმა, ბებია, ბაბუამ ნათლიები აღარ შევიყვანე თვითონ ნაყოფმა მზის galaktikასაც კი გასწდებაო. ეს გაამრავლა, დააწყო, ასე ვთქვათ, შექმნა შესაბამისი ფორმულა და თქვა რომ თქვენ არ ქმნით მარტო სიცოცხლეს, თქვენ ქმნით ემოციას და ბედნიერებას, რომელიც მზისკენ მიისწრაფის როგორც ახალი სიცოცხლეო. ეს თითქოს ხატოვანი ნათქვამია, სინამდვილეში ეს რეალობაა და უფრო მეტიც ბარემ რადგან ასე ვთქვათ უკვე მომეცით საშუალება ფრენის მე მოგცემ საშუალებას თქვენ ფრენის მაგრამ ჩვენ ვერ დავასრულებთ თქვენ ისეთი რესპონდენტი ბრძანდებით რომ არ არსებობს თქვენთან ვერ ამოიწურება ვერაფერი ერთადერთი მინდა რომ ურჩიოთ პაციენტებს რაკნან ორსულებს რჩევა აი ეს ძალიან კარგი რამ არის რაც თქვენ ახლა ასე ვთქვათ მიმანიშნეთ ორსულებს გაიკეთონ პრეეკლამპსიის ტესტი, რომელიც არის ძალიან 9-დან 11 კვირამდე პირველი, ძალიან მარტივია სისხლისში რამოდენიმე პარამეტრი, წნევის სპეციალურად გაზომვა და ეხოსკოპია სპეციალურ მომზადებული ექსპერტის მიერ, ანუ არტერიის, საშვილოსნოს არტერიის დოპლერული პულსური წნებები და სხვა. ამას ახლა თავისი წესი აქვს, თავარია რომ გაიკეთონ და სურვილი ქონდეს. ახლა ნახეთ, ეს არ არის ინვაზიური თუ ეს ტესტი აღმოჩნდება მაღალი მონაცემით, ანუ მაღალი რისკის იქნება ეს და არაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს. ადრე იყო თუ ჭარბი წონა აქვს, თუ დღეს შეიძლება სრულიად აი თქვენსავით დახვეწილი ტანით იყოს და წლოვანებაც იდეალური ხონდეს, მაგრამ პრეეკლამპსიის განვითარების რისკი მაღალი აღმოაჩნდეს. ანუ ვურჩიოთ ჩვენს ორსულებს რომ გაიკეთონ ტესტი. მარიამ გონეტაძე როცა იქნება ორსულად, მიუხედავად იმისა, მისი ასაკის თუ სხვა მე აუცილებლად თავისთავად, აბა რასაც მოუწოდებთ თქვენ. თორე არაინვაზიურია ტესტი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ არაინვაზიურია. და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრეეკლამპსია შემოდის ისე რომ ვერ გებულო, როდესაც შეშუპება დაიწყება, როდესაც მაღალი წნევები და სხვა, ეს უკვე გვიანაა. ამას ვერ გებულობს პაციენტი და როდესაც მან იცის რომ მაღალი რისკი აქვს, დღეში ერთ აპს იღებს და მარტივ წამალს და ამ რისკს 62%-ით იცილებს თავიდან. თანაც რა არის არაინვაზიური ტესტია, როდესაც ორსულად ხარ აქ. ორსულების ისედაც იკეთებს, რომ დამატებით იქვე აკეთებს სპეციალისტი საშვილოსნოს დოპლერით არტერიების კვლევას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ეს სიცოცხლის არა მხოლოდ იმ ნაყოფის სიცოცხლის, დედის სიცოცხლის და კიდე მე თქვენ წარმოგიდგენთ ჩვენ ამ დარგში მუშაობთ და გვესმის რომ ოჯახი რომელიც ბედნიერია უშვილ განსაკუთრებით როდესაც უშვილობას ეხება საკითხი და დაორსულდა როგორც იქნა ოჯახში მომავალი დედა და
მოდის როგორც ცუნამი, ისე მოდის ეს პრობლემა საიდან დაატყდა თავს ვერც კი ხვდება და როდესაც ხვდება მე საკითხი დგება როგორმე დედა გადაარჩინონ. აღარ არის ლაპარაკი ნაყოფზე და სხვა. მაშინ როდესაც არ გადავიდეთ ამაზე, კარგ ნოტზე დავასრულოთ. აი კარგი ნოტა სწორედ ეს იქნება, რომ როდესაც მარტივი ტესტით, პრეეკლამპსიის ტესტით შეუძლია გაიგოს არის თუ არა მაღალი რისკის ჯგუფში და მარტივი ერთიაბის მიღებით აიცილოს თავიდან გართულება და მაქსიმუმ თუ გართულება მაინც იწყება უკვე მზად შეხვდეს მას და ნაყოფისა და დედის სიცოცხლეს საფრთხიდან მოხსნას. ბედნიერება თავის ხელით მარტოს უთხრა სიცოცხლეს რომ მიყვარხარ და გაკისდება სიცოცხლე მას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არსენ, საოცარი ადამიანი მზადების და რესპონდენტი და ექიმი. მე დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ჩვენი ბოლო ეთერი. რა თქმა უნდა, კლავაც და კლავაც მობრძანდებით. თუ მომიწევთ? რა თქმა უნდა, ახლა წიგნზე ვმუშაობ როგორ ხარ და ამ ფრაზით დავამთავრებ. ვარ იმაზე უკეთ ვიდრე ვარ, ასე ვამბობ. იმიტომ რომ რადგან აღმოჩნდა რომ ტვინი ყველაზე უტვინო ორგანოა, ასე ამბობენ ფსიქოლოგები, რასაც შენ თავს ეუბნები, ყურს ესმის და პირდაპირ ისე მოქმედებს შენი სხეული. ამიტომ დიახაც ვარ იმაზე უკეთ და მოტივირებული ვიდრე შეიძლება ვიყო და ვარ და რატომ დავამთავრეთ ეს გადაცემა. ახლა ისევ კლინიკაში მიბრუნდები, იქ სხვა საქმე მელოდება და მივიღე სიამოვნება თქვენთან ურთიერთობის როგორც პროფესიონალთან და როგორც ადამიანთან, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ საოპერაციო მაგიდასთან თქვათ პირადი საექიმო დახმარება მისცეს პაციენტს, არამედ ასეთ საკითხებზე სასაუბროთაც შექმნას კარგი აურა. დიდი მადლობა ამდენი ქათინაურისთვის. დაგემშვიდობებით. ქათინაური არასოდეს არ არის ბევრი და რაც მთავარია, ნახეთ როდესაც ის რეალობა ამაშიც ჩვენ დიდი პრობლემა გვქონდა, სულ გვასწავლდნენ, ბევრი არ თქვა, უხერხულია. რა თქმა უნდა, ყველა ემოცია უნდა გამოყვა. ქების მიღებაც გვიჭირს და ეს რეალობაა. თქვენ რო თქვენი დრო არ გამოგიღოთ, კი, ვიღაც იჯდებოდა, რა თქმა უნდა, მე ისევ ასე ვისაუბრებდი, მაგრამ თქვენსავით, როგორც პროფესიონალი, ხომ ვერ გაიგებდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არსენ. დაგემშვიდობებით. ბედნიერი მომავალ შეხვედრამდე და ახლა გიშვებთ თქვენთან სამსახურში რომ მიხედავთ თქვენს პაციენტებს. თქვენ კი არ გადართოთ, ახლა რეკლამის დროა. შემოგვიერთით საინტერესო თემა მოგიმზადეთ კლავაც და კლავაც.